გონებისმიერი ლოცვა არ არის უბრალოდ სიტყვების გამეორება. გონებისმიერი ლოცვა ეს არის ადამიანის მიზანმიმართული, ენერგიული მდგომარეობა, რომელსაც აქვს ვექტორი და როცა ადამიანი განუწყვეტლი ისწრაფის თავისი სიყვარულის ობიექტისკენ, ანუ ქრისტესკენ. აი წარმოიდგინეთ ესეთი იგავური სახე, რომელიც ამდენჯერმე ქადაგებაში მაქვს ნათქვამი, შეიძლება ვიღაცას მოსმენილი აქვს. აი წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, თქვათ ბიჭი და გოგო, შეყვარებულები, სადღაც მთებში ტურისტებად მოგზაურობენ და სადღაც ეს ვიწრო ხეობაში შევიდნენ, მერე გამოდიან ერთ-ერთი წინარი და უცებ ზვავი ჩამოწვა და უზარმაზარი ლოდებით ჩაიხერგა ერთ-ერთი ადამიანი დარჩა უკან. არიან მოცილებული ცივილიზაციას, ტელეფონები დამჯდარი, არაფერი კავშირი და შეზღუდული რაოდენობის წყალი და საკვები. ესე იგი, იქიდან რომ წამოვიდნენ და თავი გადაირჩინონ, მთელი 1-3 დღე უნდა იარონ და მერე ჩამოვლენ სადღაც. თუ არა, თუ გაჩერდებიან შიმშილით და უწყლობით სიკვდილი ელოდებათ. ლოდების უკან დარჩა საყვარელი ადამიანი. ეს ადამიანი დარჩა აქეთ. ის ადამიანი დარჩენილი ეუბნება, წყალით თავი გადაირჩინა. და ეს ადამიანი ვერსად ვერ მიდის, იმიტომ რომ მთელი მისი სიცოცხლის აზრი ამ ქვების იქით არის. ხო წარმოგიდგენიათ ახლა როგორი სიტუაცია. ეს ადამიანი რჩება ამ ლოდებთან, შეუძლია წავიდეს თავი გადაერჩინოს, ისიც ეხვეწება ამას, მაგრამ ვერსად ვერ მიდის. თვით გადარჩენის ინსტინქტი აქვს, მაგრამ თვით გადარჩენის ინსტინქტზე მაღლა დადგა სიყვარული, რომელიც არ აძლევს საშუალებას წავიდეს იქით, იმიტომ რომ სიცოცხლეს ამ ადამიანის გარშე აზრი არ აქვს და ზის. ეხლა რას გააკეთებს და 3 დღე არიან ცოცხლები, 3 დღის მერე, 4 დღის მერე, ნუ 1 კვირის მერე მოკვდებიან. ერთის და მეორეც. რა უნდა გააკეთოს ამ 1 კვირის განმავლობაში ამ ორმა ადამიანმა, როგორ ფიქრობთ? ერთმანეთს ელაპარაკონ. რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს? არაფერი აზრი არ აქვს ერთის მხრივ. რა აზრია, ელაპარაკე, რა ხვაბი დგას, ვერ გახვალ, ვერ გამოხვა. რა იმედი, კაცო, იმედი ნულოვანია იმედი. ესმის, ამ ადამიანების თავარი საქმიანობა იქნება ერთმანეთთან საუბარი, ერთ და იგივე შეიძლება ბოლოს ზალაც აღარ ქონდეთ და მარტო ერთმანეთის სახელებს იმეორებენ. არ მოგწონთ ესა? არ მოგწონთ ეს მდგომარეობა? თუ ჯობია პრაგმატულად იყოს და მიატოვოს და წავიდეს. რომელი ჯობია გამაგებინეთ. და ქრისტიანი ესე იქცევა ზუსტად. ძნელია უფალს მიაღწიო საკუთარ თავში და პრაგმატულად როგორ იქცევი? მათ შორის ქრისტიანებისგან გამიგია, კაცო იესო, ანუ იცხოვრე რა ზედაპირული ცხოვრები და უფალი ღმერთი არ პარტოვებს, კაი ტიპი ხარ, არა უჭირს რაღაცა. ეს ძნელია, ვისაც გამოუცდია, ეს არის სისხლის დაღვრაზე უფრო რთული. გესმის და პრაგმატულად გეუბნება ქრისტიანებისგან მომისმენია, კაცო ეს ბერების საქმეა, იმათი საქმეა, ძველი მამების საქმეა. ჩვენ ახლა ვიცხოვროთ ზედაპირული ცხოვრებით, რაღაცა, ქრისტიანული წესები, ათიმცნება შეასრულე, რაღაცა ეს ძნელია. გესმით? ეს არის სულსტად ის ლოგიკა, რომ რა მოხდა ახლა შენს ტყილა უნდა მოკვდე რა, ისიც იმას რა გაუხარდება, შეროკვდები, წავდი და თავი გადაერჩინე. ალოგიკურად იქცევა სიყვარულით ახსავსე ადამიანი თავს იკლავს. და სანამ სული უდგას, იმის სახელს იმეორებს, ვინც ამ ქვების იქეთ არის. ეს არის ქრისტიანობა, ვისაც ეს უნდა. მაშინ შეიძლება თქვას, რომ ამ ადამიანში ქრისტიანული ფესვები ნელ-ნელა და ქრისტიანული სიცოცხლე დაბადებულა, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. და ამიტომ ეს მექანიკურობა ჩემი არჩევანი კი არ არის. მექანიკურობა არის ჩემი დაცემული ბუნების მდგომარეობა, რომელსაც ქრისტე არ უნდა. ჩვენ ხორცში ქრისტე რას უნდა გამაგებინეთ? ჩვენ სიამაყეს ეგოის ქრისტე თუ უნდა გამაგებინეთ. მაგრამ ჩემი არჩევანია, ამიტომ ჩემი არჩევანია მექანიკურობასაც შევებრძოლებით, ჩემს დაღლილობასაც შევებრძოლებით და ყველა იმ ლოგიკურ მოსულ აზრს, იცი, ეს ახლა შენ ერისკაცი ხარ და ან შენ ერში ხარ და განდგილი არა ხარ და რა დგინდა, ყურადღებას არ ვაქცევ. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ გარდავიცვლები და გარდაცვალების ხაზს რომ მიუახლოვდები, ქრისტეს გარდა არაფერი არ მენდომება. გესმით? აი ეს არის და არც არაფერს აზრი არ აქვს.